იანვრიდან პენსიონერები 35 ლარით მეტ პენსიას მიიღებენ. შედეგად 70 წლამდე პირთა ასაკობრივი პენსია 350 ლარი, ხოლო 70 წელს ზემოთ პირთათვის 450 ლარი გახდა. საპენსიო ანაზღაურება მაღალმთიანებში მცხოვრებთათვის ასაკის შესაბამისად 400 და 550 ლარი იქნება. სპექტრმა ის მოქალაქეები ჩაწერა, რომელთა უმრავლესობაც საპენსიო ასაკისაა. გვეუბნებიან, რომ მატება მინიმალურია და ის საჭირო პირველადი მოხმარების პროდუქტების შესაძენადაც არ ყოფნით. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ფასები გაზრდილია სურსათზე, მედიკამენტებზე, მგზავრობაზე, კომუნალურ გადასახადებზე. ამბობენ, რომ ქვეყანაში სოციალური უთანასწორობაა, მაშინ როცა უმაღლესი კანონმდებლების სახელმწიფო ანაზღაურება პენსიის ოდენობას დაახლოებით 30-ჯერ აღემატება. საკმარისი არ არის ნამდვილად, 350 კი არა 3500 რო იყოს ის არ გვეყოფა. არ არის საკმარისი, მაგრამ როგორც ასეთი, იქ რო ამდენი ხელფასებია, მაშინ ჩვენც მოგვიმატონ თუ არა და თვითონაც დაჯერდონ ცოტას. პენსიის ოდენობა საკმარისი არ არის, მაგრამ თავზებით ძალა არის, რა ვქნათ, მეტი საშუალება არ აქვს, ალბათ ამ ჩვენ თავრობას, იმიტომ რომ თვითონ ჯიბეების ფასი აქვს და ჩვენ კი ასე ვართ მათხოვრულ პენსიაზე, რასაც ქვია. უსაბამობაა, მაგრამ ჩვენ რა შეგვიძლია. ეხლა საკმარისი რო იყოს, აქანა ხომ არ ვიქნები, არ მყოფილით რა ვქნა. რო იყოს საკმარისი ხوار დავდები, ქუჩაში ვიყოფინები იმ პენსიას, მაგრამ არ მყოფილით რა. ხო და 350 ლარა წამალში არ ყოფნის ეს იმას. ეს არ მეტი არა, არის გაჭირვება, მეტი არაფერი. და ცხოვრება არ არის. გაჭირვებულად ცხოვრობს ხალხი, უჭირს ხალხს. ბაზარში ვერ შეხვიდოდი, ვერ შეუროვდი ერთმანეთს და შედი ახლა რა მდგომარეობა არის თუ არ ხალხი, იმიტომ არ არის. ეკონომიურად უჭირთ ხალხს. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც თანამდებობის პირთა ხელფასები კიდევ უფრო გაიზარდა. ცვლილების მიხედვით რიგითი დეპუტატის ხელფასი დაახლოებით 12000 ლარს აღწევს. საჯარო მოხელეთა ანაზღაურება გაიზარდა 10%-ით.